დავიწყოთ ჩვენი იოგას ვარჯიში. დავჟეთ საფენზე, მოხერხებულად, ფეხები გადავაჯვარედინოთ, მივესალმოთ საკუთარ თავს, სიმშვიდით, საკუთარ თავში კონცენტრაციით და 5 ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა გავაკეთოთ 7 ღრმა, ძალდაუტანებლად. ეხლა გავიჭიმოთ ზევით. დავუშვით ხელები და გადავედით 4-ზე. ფეხები ოდნავ დავაშორეთ ერთმანეთს და დავიხარეთ წინ. ბავშვის პოზაში და მშვიდად სუნთქავთ. ავიწიეთ ზევით. დავბრუნდით 4-ზე. კარგად ამოვისუნთქოთ და ზევით ავიჭიმეთ. შემდეგ ჩავისუნთქეთ და გამოვედით. ამ პოზას კატა ძროხა ქვია, მონაცვლეობით მივაყოლებთ სუნთქვას, მივაყოლებთ მოძრაობას. ამოვისუნთქეთ, ავედით ზევით, კარგად ავიჭიმეთ. ჩავისუნთქეთ, გამოვედით. ისევ გადავაწექით ფეხებს. ავედით ისევ 4-ზე და საპირისპირო ხელი და ფეხი გავჭიმეთ. დავიცავით ბალანსი, ცოტახანი გავჩერდით. სუნთქავთ. შემდეგ მივიტანეთ იდაყვი მუხთან. შევიკარით, გავიშალეთ. კიდევ შევიკარით, გავიჭიმეთ. გავიმეოროთ რამდენიმეჯერ. ახლა ფეხი დავდოთ იატაკზე, მუხლი რომელიც საფენზე იყო, ამოვიტანეთ ზევით, მივიტანეთ თავთან და გავჩერდით. დავუშვით მუხლი. ხელი გავიტანეთ ზევით, მუხლი ქვევით დარჩა და გავიჭიმეთ, ასე ვთქვათ, გვერდით პლანკაზე. მარტივი ვარიანტი. დავუშვით ხელი, შემოვიტანეთ ფეხი, ისევ გადავაწექით ფეხებს. შვიდად სუნთქავთ და ცოტას ვისვენებთ. გადავედით 4-ზე. ისევ ავეჭიმეთ, მუხლი დარჩა, ხელი ზევით არის. ავედით მაღლა, ორივე ხელი ზევით გავჭიმეთ და გადავიწიეთ გაშლილი ფეხისკენ. ორივე ხელი საფენზე დავდოთ და შევტრიალდით. ეხლა მეორე მხარე უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი იგივე. გავიჭიმეთ საპირისპირო ხელით და ფეხით. შევიკარით, გავიშალეთ. შევიკარით, გავიშალეთ. აქ უკვე ის ხელი და ფეხი მუშაობს, რომელიც ისვენებდა. დააკვირდით მხარეს ცვლით. დავდეთ, ფეხი დაეშვა საფენზე, დადებული მუხლი მაღლა ამოვიდა თავთან და გავჩერდით, სუნთქავთ. დავუშვით მუხლი, ავიდა ხელი ზევით, გავიჭიმეთ. სუნთქვა არ გვავიწყდება, თანაბრად სუნთქავთ სულ. დავუშვით ხელი და გადავედით ისევ უკან. დავისვენეთ, ცოტა ამოვისუნთქეთ. ეხლა ისევ ხელი ზევით, მეორე ფეხი გაჭიმულია. ცოტა შემოვტრიალდით, ხელები მაღლა გავიჭიმეთ.
გადავიდით გაშლილი ფეხისკენ. ხელიც გადავწიეთ საპირისპირო მხარეს. დავჯექით ფეხები, გადავაჯვარედინეთ მოხერხებულად. თავს ზალა არასდროს არ დაატანოთ ხოლმე, როგორც გამოგდით, ისე გააკეთეთ. გადავედით ხელით ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს. ჩავტრიალდით. ხერხემალი მაღლაა გაჭიმული პირველ რიგში და მერე ტრიალებთ. ეხლა მეორე მხარე. ხრები ამამოძრავოთ, მოუშვათ. გადავედით ისევ 4-ზე და ძაღლი პირით დაბლა. ზურგი სწორია, თავი ხელებს შორის შედის და ვიჭიმებით. ამამოძრავეთ ფეხები. წავიდა ერთი ფეხი მაღლა, გავიჭიმეთ კარგად. ჩამოვიტანეთ. ეხლა მეორე მხარე. ჩამოვიტანეთ. ავიდა ისევ. შევანაცვლოთ რამოდენიმეჯერ. დავეშვით მუხლებზე. ჩავედით ქვევით. ხელები დავალაგეთ საფენზე და ავიწიეთ მკერდით. დააკვირდით, აქ წელის არეში ტკივილს არ უნდა გრძნობდეთ. ისეთ შემთხვევაში თუ ტკივილს გრძნობთ, ან უფრო დაბლა დაეწიეთ, ან გამოტოვეთ ეს ვარჯიში. ახლა ავიწიეთ ხელებზე ძაღლი პირით მაღლა. აქაც დავიცვათ იგივე პრინციპი. დავაკვირდეთ რა ხდება ჩვენი წელის არეში და გადავედით ძაღლი პირით დაბლა. წავიდა ფეხი მაღლა და გამოვდგით წინ. ავედით ზევით. ეხლა მეომარი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ხელები ზევით და გავიჭიმეთ კარგად. ხელები მკერდთან დავუშვით. შემოვდგით ფეხი. მეორე ფეხი ავწიეთ მაღლა. დავდეთ მუხლზე და ჩავედით სკამის პოზაში. ცალფეხა სკამი. ვინარჩუნებთ წონას სწორობას, სუნთქავთ. დავეშით ქვევით. ზურგი სწორია. გაჭიმულია. ხელები საფენზეა. წავიდა ფეხები უკან. ლანკაზე ვართ. სუნთქავთ. ისევ ძაღლი პირით დაღმა. ზურგი სწორია, ვიჭიმებით ზევით, რაც შეიძლება მაღლა და ავიდა ახლა მეორე ფეხი ზევით. იგივე გავიმეორებთ ამ მხარესაც. გამოვიღეთ ფეხი წინ საფენზე. მუხლი წინ იყურება, ხელები ზევით, გავიჭიმეთ, სუნთქავთ. ჩამოვიდეთ ხელები მკერდთან. შემოვიდა ფეხი. ფეხი რომელიც შემოვიდა, ავწიეთ ზევით. ბალანსი დავიცვათ. შემოვდეთ მუხლზე და სკამის პოზა. სუნთქავთ, ბალანსს ვინარჩუნებთ. დავეშით ქვევით, ხელებით, საფენზე, წინ ვიყურებით. წავიდა ფეხები უკან. ძაღლი პირით დაბლა. გადავედით პლანკაზე, ისევ ავედით ზევით, რამდენიმე მონაცვლეობა გავაკეთოთ. შემოვიტანეთ ფეხები წინ, დავჯექით.
ერთი ფეხი გავშალეთ, მეორე მოკეცილი დარჩა, გადავდეთ მეორე ფეხის იქით და ჩავტრიალდით. შევცვალოთ ფეხი, ისევ ჩავტრიალდეთ. ფეხები გადავაჯვარედინეთ. დავაჯექით ისევ მოხერხებულად, ისე როგორც დავიწყეთ. კმაყოფილი ბედნიერი შეგრძნებით, იმედი მაქვს. თქვენი სხეული მადლობას გეუბნებათ. სუნთქად შვიდათ და დავასრულეთ ჩვენი ვარჯიში. უფრო მეტი ვარჯიშები კი ჩემს აპლიკაციაში My Nutrition app შეგიძლიათ იხილოთ.